ოცნების მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ახალ რეპრესიულ ცვლილებებს ევროკომისია აკრიტიკებს. რადიო თავისუფლებისთვის 4 თებერვალს გაგზავნილ წერილში ევროკომისიის სპიკერი წერს, რომ კანონ-პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებების წინააღმდეგ რეპრესიები გაძლიერდება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სრულად ეწინააღმდეგება. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე წესები მნიშვნელოვნად მკაცრდება. კანონ-პროექტის განმარტებით ბარათში ქართული ოცნება წერს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის სამართალს არ ეწინააღმდეგება. სწორედ ამის დასაზუსტებლად მიმართა კითხვით რადიო თავისუფლებამ ევროკომისიას, რომლის პასუხშიც ვკითხულობთ. გასული კვირის განცხადებები მოასწავებს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიის კიდევ უფრო გამწვავებას, რომელიც ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცის მკაცრად შეზღუდვას ისახავს მიზნად. თუ კი ამ ზომებს მიიღებენ, ეს გამოიწვევს რეპრესიების გამწვავებას ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებების წინააღმდეგ. ეს სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან. სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებას აქვეყნებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. არასამთავრობო ორგანიზაცია კანონ-პროექტს დეტალურად მიმოიხილავს და მას უწოდებს ივანიშვილის კანონს საქართველოს წინააღმდეგ. TI-ის შეფასებით დაგეგმილი ცვლილებები საქართველოში კრიტიკული აზრის ჩახშობას ემსახურება და ქვეყანაში დიქტატურის განმტკიცების მორიგ მცდელობაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნული ცვლილებები გაუმართლებლად და უკიდურესად ზღუდავს და ფაქტიურად სპობს კიდეც აზრის, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებებს, რომლებსაც განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 22 მუხლები და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები. ამასთან ეს უკიდურესად შემზღუდველი და ზემოხსენებული უფლებების არსებითად მომსპობი ნორმები მოიცავს ბუნდოვან არაგამჭრედად ტერმინებსა და ფრაზებს, რომელთა საფუძველზეც ადამიანს გაუჭირდება თავისი ქცევის რეგულირება და ხელმძღვანელობა. მკაცრი სისხლის სამართლებრივი ზომების დაწესება ისეთ საქმიანობაზე, რომელიც გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებით სარგებლობასთან არის დაკავშირებული, არაპროპორციულია ნებისმიერი ვითომდაც ლეგიტიმური მიზნის მიმართ, როგორიც არის მაგალითად საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა. ასეთი კანონები სრულიად შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნებთან და ქვეყანაში დიქტატურის განმტკიცების მორიგ მცდელობაზე მიუთითებს. ქართული ოცნების პარლამენტმა რეპრესიულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 3 თებერვალს დაუჭირა. კანონ-პროექტით გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოსგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. გრანტად ასევე მიიჩნევა პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება, უსასყიდლო და ნანაზღაურების სანაცვლოდ. ფაქტობრივად ყველა უცხოური გრანტის მიღებას ოცნების მთავრობის ნებართვა დასჭირდება. ცვლილებებით პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი. კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც. რეპრესიული ცვლილებები ეხებათ მეწარმე იურიდიულ პირებსაც. ოცნება მსჯელობს ჩანაწერზე, რომლის თანახმად, თუ მეწარმე იურიდიული პირი პოლიტიკით დაკავდება, თავდაპირველად ის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდეს, მეორე და ყველა შემდგომ ჯერზე კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.